დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით FM 102.4-დან. პიკის საათს უსმენთ თქვენ დედაქალაქის დროით გახლავთ 8 საათი და 40 წუთი და ცოტა ხნით ჩართვა გადაგვედო ბაშიაჩუკის თურქულ თარგმანთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ დავბრუნდით ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ, ძალიან კარგ სტუმრებთან ერთად და როგორც უკვე გითხარით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 25-27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის სახალხო ფესტივალი გაიმართება და სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი სტუმრები გახლავთ გვანცა ჯობავა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მწერალი მაკალდო კონენი, რომელიც ამ ღონისძიებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ასე უნდა წარგადგინოთ. მოდით საუბარს დავიწყებ გვანცასგან, ვისაუბროთ აი ამ ფესტივალის შესახებ, რომელიც თუ არ ვცდები მეორედ იმართება უკვე. მოგვიყევით როგორ გაჩნდა იდეა, აუცილებლად შევახსენოთ ჩვენს მსმენელს და რამდენად საინტერესო პროგრამით იქნება წარდგენილნი წელს. მოგესალმებით დილამშვიდობისა. თბილისის წიგნის სახალხო ფესტივალი ნამდვილად მეორედ ტარდება წელს. შარშან გაჩნდა ამის იდეა, გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ასოციაცია უკვე 18 წელია არის ორგანიზატორი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის, რომელიც მაისში იმართება ხოლმე, რომელიც არის ძალიან დიდი ტრადიცია საქართველოში უკვე. დიდი მოლოდინი არსებობს ჩვენს მკითხველებში და აქედან გამომდინარე გაჩნდა მოთხოვნა, რომ ყოფილიყო მეორე ფესტივალიც. თუმცა ეს გადავწყვიტეთ, რომ ყოფილიყო წინა საახალწლოდ, იმიტომ რომ ყველას აქვს ძალიან ესეთი კარგი განწყობა ყველა მზადებაშია და გვინდოდა რომ ერთგვარად ეს ყოფილიყო ნაბიჯი იქითკენ, რომ დამკვიდრდეს ტრადიცია იმის, რომ წიგნის წინა საახალწლოდ და საახალწლოდ არის შესანიშნავი საჩუქარი ჩვენი შვილებისთვის, მეგობრებისთვის და ასე შემდეგ. წელს პირველად იმართება ფესტივალი ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჩვენი მხარდამჭერია ეროვნული ბიბლიოთეკა და ასევე თბილისის მერია და რა თქმა უნდა დატვირთულია 3 დღის განმავლობაში ესე ძალიან ესეთი პროგრამით. ეს პროგრამა არის როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ცხადია, რაც შეეხება პატარების პროგრამას, ცხადია საახალწლოდ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და ჩვენ გვინდა რომ ერთგვარად ეს საახალწლო ნაძვის ხეზე როცა მიყავთ ხოლმე მოიყვანონ მაგალითად ფესტივალზე, იმიტომ რომ გვექნება ნაძვის ხეც, გვეყოლება თოვლის ბაბუაც და გვექნება საბავშვო კუთხე. სადაც მთელი დღის განმავლობაში სამივე დღეს გაიმართება სპეციალური ღონისძიებები. იქ ჩვენი მხარდამჭერი არის ესეთი წიგნიერების სკოლა ასპურცელა, რომელიც ძალიან სპეციფიურ პროგრამას გამართავს ბავშვებისთვის. თუმცა რაც შეეხება დიდების პროგრამას, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი დღე და გახსნა. ეს არის 25-ში პირველ საათზე, როცა ესეთი დატვირთული გახსნა გვაქვს დაჯილდოებებით, ასე ვთქვა და შარშანაც გვქონდა ეს ტრადიცია, რომ წლის ბოლოს ეს ერთგვარი შემაჯამებელია ჩვენთვის საკამოცემლო სფეროში და გამოვავრენოთ აუცილებლად 3 წლის ბესტსელერს, თუმცა მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ბესტსელერი აუცილებლად იქნება ქართველი ავტორის წიგნი, ამით ჩვენ გვინდა რომ ხარი დაუჭიროთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებას. ჟანრობრივად რამდენად მრავალფეროვანი არის აი წარმოდგენილი ლიტერატურა? რა თქმა უნდა, ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენს ფესტივალზე ამჟამად მონაწილეობს 35-მდე გამომცემლობა, წიგნის მაღაზია, გამავრცელებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებიც და ესენი არიან სხვადასხვა ჟანრის და მიმართულების გამომცემლები, რომელთაც თავისი სპეციფიკა აქვთ და წარმოადგენენ აბსოლუტურად ესეთ განსხვავებულ ლიტერატურას და რაც ასევე ძალიან აინტერესებს ხოლმე ჩვენს მკითხველს, ექნებათ ძალიან დიდი, ეგრეთ წოდებული გრანდიოზული ფასდაკლებები, რომლებიც შეეხება ყველა წიგნს თუ გარკვეულ ნაწილს. რა თქმა უნდა, ძირითადად ყველა წიგნს ეხება, თუმცა ესე პროცენტულად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით იწყება 50%-დან და არის 80%-მდე ფასდაკლება, თუმცა განსხვავდება გამომცემლობების მიხედვით, ისინი ინდივიდუალურად წარადგენენ თავის კატალოგებს და სხვათა შორის ეს კატალოგები უკვე წინასწარ არის განთავსებული ჩვენს Facebook გვერდზე და მკითხველს იქ წინასწარ შეუძლია შეადაროს მაღაზიის ფასებსაც და ნახოს რამდენად კარგი ფასდაკლებაა და ფასდაკლება ნამდვილად კარგია. გვანცა პროგრამაშიც აღნიშნულია, რომ ახალი წიგნების პრეზენტაცია გეგმება თქვენც აღნიშნეთ. ახალი წიგნები ეკუთვნის ახალგაზრდა ავტორებს, უცნობ ავტორებს, ან არ ვიცი უკვე ცნობილ ავტორებს, თუ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ, ასე ვთქვათ, მწერლებს. ცხადია, ყველა მიმართულება გვაქვს აქაც, ასევე არის თარგმანებიც, როგორც ქართველი ავტორების წიგნები, არის ახალი თარგმანებიც. ბევრი გამოცემა ცდილობს, რომ მაქსიმალურად ახალი გამოცემა წარმოადგინოს ხოლმე ფესტივალზე და სიახლეებით შეხვდეს ფესტივალს. ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც არის და რაც ავტორებს
შეეხება, ეს არის წინანდლის პრემია. წინანდლის პრემიამ გადაწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობით, რომ წელს პირველად პოეზიის და პროზის ნომინაციაში ეს ეგრეთ წოდებული შორტლისტები სწორედ ჩვენს გახსნაზე გამოცხადდება. ესენი ცხადია ახალგაზრდა ავტორები არიან, იმიტომ რომ მათ აქვთ ესეთი შეზღუდვა, რომ 30 წლამდე ავტორს აქვს მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, იქნებიან 30 წლამდე ახალგაზრდა ავტორები, რომლებიც გამოვლინდებიან პირველ დღეს და შემდეგ დანარჩენ დღეებში გაიმართება მათთან შეხვედრები უკვე და მათი წიგნების გაცნობა. და მაკალ დოკონენთანაც გადავიდეთ სასაუბროდ. მისი საჯარო ლექცია იგეგმება სწორედ 25 დეკემბერს ლევან ბოლქვაძის წიგნზე ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი. მოდით მოგვიყევით თქვენი ლექციის შესახებ, როგორი აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი და რატომ შეაჩერეთ ყურადღება სწორედ აღნიშნულ წიგნზე. მოგესალმებით დილამშვიდობისა. ძალიან მიხარია პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ტარდება ეს საახალწლო წიგნის ფესტივალი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, მოზარდებისთვის, რომ შევაჩვიოთ ერთად სიარულს წიგნის საყიდლად და წიგნების არჩევას, წიგნებთან დამოკიდებულების ესთეტიკას და ასე შემდეგ. ჩვენ გვეძლევა საშუალება ამ დროს ძალიან საინტერესო ტრადიციები დავნერგოთ, მაგალითად, როდესაც მივდივართ შვილთან ერთად წიგნის საყიდლად, ხო? ვასწავლოთ როგორ აარჩიოს წიგნი, გავუკეთოთ საინტერესო სამახსოვრო წარწერები ამ წიგნს და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რაც შეეხება საჯარო ლექციას, რომელსაც წავიკითხავ, ეს იქნება 25-ში 15 საათზე. ეს შეეხება, ეს არის გამომცემლობა ინტელექტის მოწვევით. წავიკითხავ ამ ლექციას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. ეს არის არაჩვეულებრივი წიგნი ლევან ბოლქვაძის ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი. მნიშვნელოვანია ეს წიგნი იმით, რომ ამ მწერალს გამორჩეული ბიოგრაფია აქვს. ის 21 წლისა იყო, როდესაც გადაასახლეს ეგრეთ წოდებულ ლაგერში 8 წელი მიუსაჯეს. 3 წელი იგი სოლჟენიცინთან ერთად იჯდა. ეს ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი მისი ერთადერთი წიგნია. ამ ავტორის ცხოვრება ნამდვილად არ გავდა ზღაპარს, მაგრამ მისი ამბავი ზღაპარებით გავს სინამდვილეს. რა თქმა უნდა, როდესაც წიგნს ქვია ჟანრობრივად არის ზღაპარი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უსათუოდ პატარა ბავშვებისთვის არის დაწერილი. ეს არის უფრო მოზარდებისთვის და მათი მშობლებისთვის დაწერილი წიგნი. ამიტომ აი რაც შეეხება იმ აუდიტორიას, რომელიც თქვენ მკითხეთ, გულისხმობს მოზარდებს და უფროსებს. აგრეთვე მე სოციალურ ქსელშიც გავავრცელე ეს ინფორმაცია მასწავლებლებს, სკოლებს მივწერე და აქაც თქვენი რადიო საშუალებით მიმართავ, რომ მოიყვანონ აუცილებლად თავიანთი მოსწავლეები, მოისმინონ ამ წიგნის შესახებ, ვინაიდან ასე თუ ისე უყურადღებოდ მიტოვებული ავტორია და მეტად საინტერესო თემებს ეწერს. აღწერს უამრავ საინტერესო ქალაქს და იცით, მსოფლიოში ცნობილი ავტორია ჯორჯ ორუელი და მისი ნაწარმოებები ცხოველების ფერმა და 1984 და აი თავისი თემატიკით ლევან ბოლქვაძის წიგნი სწორედ ასეთ თემებს ეხება. იგი აღწერს სამეფოს, სადაც პრინციპში ავტორიტარული რეჟიმია გაბატონებული. მართალია ეს ზღაპარივით აღწერს, მაგრამ აი წარმოდგენა რომ შეგექმნათ ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. ადამიანები დილით სახლიდან ვერ გამოდიან, იმიტომ რომ არიციან მეფე რა ამინდს გამოაცხადებს და რომელ სეზონს. შესაძლოა, როდესაც გაჩახებული მზიანი ამინდია, თქვას რომ დღეს დეკემბერია და მაშინ მოსახლეობა მას მთელი ენთუზიაზმით აყვება, შეიმოსებიან ქურქებში, ავლენ სახლის სახურავებზე, დაიწყებენ თოვლის გადმოთოვლას, დაანთებენ ბუხრებს, ვითომ მოყინულ გზაზე ნაცარს ყრიან და გავრცელდება კიდეც ინფორმაცია, რომ ერთი მეფის ნდობით აღჭურვილმა ქალმა ტრამვა განიცადა, ლოლუა დაეცა მას და გარდაიცვალა ადგილზე და მეფემ სახელმწიფოს დაავალა მისი დაკრძალვა. დადის პოლიცია ქუჩებში, აკვირდება ადამიანები მართლა ენთუზიაზმით უდგებიან თუ არა ამ საქმეს, მართლა ჯერათ თუ არა რომ დეკემბერია და ვინც ურჩია მას რა თქმა უნდა იჭერენ, აპატიმრებენ, მაგრამ ვინც მონდომებას გამოიჩენს, მას წაახალისებენ. ახლა როგორ უნდა გამოიჩინო მონდომება? ერთი მეეწლე მაგალითად გამოაცხადებს, რომ ხელი მომეყინაო. ამ ფაქტს დაადასტურებს პოლიცია და ექიმი. ამ ცნობით წარადგენენ მეფესთან და მას დააჯილდოვებენ მეორე ხარისხის ორდენით. ანუ ეს არის ესეთი ვითომ ზღაპრული, მაგრამ საკმაოდ ესეთი კორექტული პოლიტიკური მინიშნებები. შესაძლოა იმ დროისთვის ის კონკრეტულ ეპოქას ეხებოდა, მაგრამ როდესაც დღეს გადავავლებთ ამ წიგნს თვალს, ის დღესაც ძალიან რელევანტურია და ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს მიუძგება და ძალზე საინტერესო წიგნი. თქვენი მონათხრობიდან ჯანი როდარის ჯელსო მინუც რუთა ქვეყანაში გამახსენდა.
კი, ნამდვილად იქაც ანალოგიური შემთხვევაა, როდესაც ის ჩადის სამეფოში. ამიტომ დიდებისთვისაც არის ეს ხაბარი და პატარა. ხო, იმიტომ რომ როცა წავიკითხე, მაშინ ბავშვობაში ვკითხულობდით ამას და აი სწორად აღნიშნეთ, რომ ზღაპრის ფორმა არ ნიშნავს იმას, რომ სწორედ ბავშვებისთვის არის ის. სხვათა შორის ჯანი როდარი და აი ლევან ბოლქვაძე თავისი ბიოგრაფიით რაღაცით გვანანკიდაც ერთმანეთს ახლა უბრალოდ სიტყვა მოიტანა ეს ჯანი როდარი, რომელიც ცნობილი იყო ძალიან საბჭოთა კავშირში თავისი ჩიპოლინოთი, თავის ქვეყანაში სხვათა შორის არ აღიარებდნენ, იმიტომ რომ კომუნისტი მწერალი ერქვა მას. პირიქით არის ახლა რა თქმა უნდა ლევან ბოლქვაძე ის კომუნისტების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე რას ვიძახი, იცით, აი მათი ლიტერატურა უარყოფილი და დაგმობილი იყო სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო, თუმცა დრო როცა გავიდა, ამას არავინ არ უყურებს, ხო? არ აქცევს ყურადღებას და დარჩა მათი არაჩვეულებრივი წიგნები და ლევან ბოლქვაძის წიგნი ცოტა არ იყოს აი მივიწყებულია და მიხარია, რომ გამომცემლობა ინტელექტმა საშუალება მისცა ჩვენს კითხულს და დაუბრუნა კვლავ ეს წიგნი. მსმენელია ჩვენთან ხაზზე, მივესალმოთ დილა მშვიდობის. დილანშვიდობის ძალიან ბევრ დაინტერესებს ალბათ თქვენი გამოსვლა და იქნებ ტერიტორია გამოაცხადოთ, სად არის ეს 25-ში 15 წელზე ტერიტორიულად წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თუმცა კონკრეტულად რომელი კორპუსი ან რომელი მართლაც ტერიტორიასაც მოვიდეს მკითხველი, მოდით ზავაზუსტოდ ეს არის მესამე კორპუსი, გუდიაშვილის ქუჩა, უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ ეს არის ქუჩა, რომელიც ჩადის კიდო რუსთაველთან და მესამე ადმინისტრაციულ კორპუსში საგამოფენო დარბაზი, ეგრეთ წოდებული საჯარო ბიბლიოთეკა, რომელსაც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჰქვია ახლა. და ახლა გვექნება ჩვენ საინტერესო ჩართვა ბათუმიდან. მარი კორინთელი იქნება ჩვენთან ხაზზე, გამომცემლობის წიგნები ბათუმში წარმოადგენენ და ვიდრე მარის მივესალმებით, რა ნიშნით არის შერჩეული, თქვათ აღნიშნული გამომცემლობა, გვანცა ესეც რომ გითხრა, იმიტომ რომ ბევრი გამომცემლობა მონაწილეობს, მათ შორის ესეც. რა ნიშნით შეირჩნენ ისინი? გამომცემლობა მონაწილეობს 35-მდე, ნუ გამავრცელებლებთან ერთად, როგორც გითხარით. ეს დასწრება ერთი წიგნები ბათუმში არის გამომცემლთა ასოციაციის წევრი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი კარი ყველასთვის ღია, ვისაც კი სურს რომ მიიღოს მონაწილეობა, იყოს დაკავშირებული წიგნთან განათლებასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არის წიგნიერების ამაღლება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სფეროთია დაინტერესებული და სურს თავის წვლილი შეიტანოს, რა თქმა უნდა, მათთვის კარი ღია. თუმცა წიგნები ბათუმში არის ახალი გამომცემლობა და ძალიან წარმატებული, ჩვენთვის განსხვავებულია ის ფაქტიც თუნდაც, რომ როგორც წესი ძირითადად თავმოყრილია ხოლმე ყველაფერი თბილისში და ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა აი უკვე მეორე ქალაქიდან, მეორე დიდი ქალაქიდან ასე აქტიურად შემოვიდა საგამომცემლო სივრცეში. ეს გამომცემლობა წიგნები ბათუმში ძალიან საინტერესო გამოცემებით, უკვე ყავთ ძალიან ბევრი მკითხველი და რა ვიცი, ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ. მადლობა და მოდით გადავიდეთ უკვე მარისთან სასაუბროთ. მარი დილა მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. უკვე აღვნიშნეთ ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამომცემლობისთვის აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა, თუმცა მოდით დაწვრილებით იმ წიგნების და ავტორების შესახებ, რომლებსაც თქვენ წარადგენთ ღონისძიებაზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გვანცეს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ასეთი კეთილი სიტყვებისთვის ჩვენი გამომცემლობის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს წიგნებსა და ავტორებს. ჩვენ ჟანრული მრავალფეროვნება გვაქვს, ასე ვთქვათ. გამოვცემთ სერიას ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს შესაბამისი ჟანრის წიგნებს, ანუ სამეცნიერო ფანტასტიკას და მის მონათესავე ჟანრებს. ასევე გვაქვს საბავშვო, უფრო საყმაწვილო ლიტერატურა და რამდენიმე ქართველი ავტორის გამოცემაც მოვასწართ უკვე და მათი წიგნები საოცრად იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე. გვაქვს ასევე საინტერესო სიახლეები, იგივე ქართველი ავტორების სახით, გიორგი კეკელიძის ახალი რომანი გამოვიდა, ორი თავგადასავალი, რომელიც ჩვენ გამოვეცით და ეს წიგნი პირველად გამოჩნდება წიგნის საახალწლო ფესტივალზე და ასევე ნესტან კვინიკაძის ერთგვარი ანთოლოგია შემოქმედებითი, მის ორ რომანს აერთიანებს მოთხრობებს და პიესებს, ისპაჰანი ბულბულები ქვია წიგნი. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მარი, თუ რაიმეს დამატება არ გსურთ, მე დაგემშვიდობები და წარმატებებს უსურვებ თქვენს გამომცემლობას და იმედი მაქვს რომ ნახვამდის საინტერესო ჩაივლის ფესტივალი და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის არა მხოლოდ დიდებისთვის, არამედ პატარებისთვის, სადაც როგორც ამოვკითხე, სანახაობრივი მხარეც იქნება და საბალეტო სტუდია ფუეტეც მიიღებს მონაწილეობას, რაიმე კონკრეტული პროგრამაა შერჩეული წიგნებთან დაკავშირებული თუ თავისუფლები არიან ისინი. საბალეტო სტუდია ფუეტესთან უკვე ჩვენ რამდენიმე წელია თანამშრომლობთ, ისინი თბილისის წიგნის ფესტივალზეც აქტიურად გამოდიან, ეს არის პატარა გოგონების საბალეტო
დასი, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია ჩვენს ფესტივალებზე და დიდი მოთხოვნაა მათ მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლოდ ისინი რაღაც განსაკუთრებულს გვპირდებიან და ჩვენს ყველანი ველოდებით, ვფიქრობ, რომ იქნება ახალ წელთან დაკავშირებული და წიგნი. და ერთი საინტერესო ფაქტია, მე მგონი ამაზე არ გვისაუბრია, ბავშვები, რომლებიც მოვლენ ღონისძიებაზე, შესაძლებელი იქნება მათი კონკრეტულ ადგილებში დატოვება. აი ამასაც ვისაუბროთ, სანამ მშობლები წიგნების საყიდლად ივლიან, ბავშვები გარდა იმისა, რომ ნახევრად სანახაობით დაკავდებიან, კიდევ მეთვალყურეობასაც გაუწევენ მათ. კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებობს ასეთი საბავშვო ოთახი, რომელიც მუდმივი მოქმედია და ასევე ისინი ჩვენი პარტნიორები არიან ხოლმე ფესტივალზე და სწორედ ახლაც ახალწლო ფესტივალზე საბავშვო კუთხეს გააკეთებს ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც დილიდან საღამომდე საფესტივალის 3 დღის განმავლობაში იქნება ადამიანებიც ხშირ შემთხვევაში სხვა პროგრამით, სადაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ ჩვენს დამთვალიერებელს ბავშვები დატოვოს და თვითონ ძალიან მშვიდად დაათვალიეროს ან შეიძინოს წიგნები. საბავშვო კუთხეში იქნება უამრავი აქტივობა, იქნება ხატვა, ძერწვა, სხვადასხვა პროგრამა, როგორც გითხარით, ეს არის წიგნის კითხვა, გაანალიზება, გარჩევა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ასე შემდეგ. ასე რომ ეს კუთხე მუდმივად დატვირთული იქნება და ელოდება მშობლებს. ეს ალბათ შედარებით მცირეწლოვან ბავშვებს ეხება, იმიტომ რომ უფროსები ჯობია რომ მშობელთან ერთად იყვნენ და თვითონაც ჩაერთონ ალბათ პროცესში. რა თქმა უნდა, თუმცა იქ ამ ჩვენ საბავშვო კუთხეში არის თქვათ 12 წლამდე ბავშვებისთვისაც სპეციალური პროგრამა, ეს არის საათობრივად გაწერილი და ეს ღონისძიებები ესე საათობრივად ჩვენ გვაქვს ასევე Facebook გვერდზე და თუ კი კონკრეტულად ჩათვლის მშობელი რომ მისი შვილისთვის ეს ღონისძიება საინტერესოა, შეუძლია რომ აი ამ საათზე მოიყვანოს და დანარჩენი უფრო წიგნების დათვალიერებას მოანდომონ. მორიგი მსმენელია ხაზე, მივესალმოთ დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის, ძალიან კარგი ღონისძიება ნამდვილად და მე მინდოდა მეკითხა, მაინტერესებს აი ლევან ბოლქვაძის მოკლე ბიოგრაფია, სად შეიძლება რომ ნახოთ. დიდი მადლობა კითხვისთვის, მაგაკისმენთ. იცით, ესე წიგნად რომ იყოს გამოცემული და ესე ცალკე რა თქმა უნდა არ არსებობს, ძალიან მეც ესეთი მწირცნობებს გადავაწყდი, როდესაც ვეძებე. არის თვითონ ამ წიგნშივე მოცემული რაღაც მცირე მასალა, არის ასევე ქალბატონი მაკა ჯოხაძის არაჩვეულებრივი წერილები ახლავს თვითონ წიგნს. სოციალურ ქსელში ნამდვილად მცირე რაოდენობით არის, უბრალოდ რამდენადაც ვიცი გვპირდებიან, რომ აი ამ ლექციის დროს დაგვესწრება მისი ოჯახის წევრები და საბოლოოდ ალბათ მეტი სამუშაო გვექნება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მეტი კონკრეტული ფაქტები მივაწოდოთ მკითხველს, რახან დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესება გაჩნდება და მე პირადად ჩაფიქრებული მაქვს, რომ აი წერილიც კი დავწერო ამის შესახებ და გამოვაქვეყნო ლიტერატურულ პერიოდიკაში. მაკა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, სად გაიმართება თქვენი ლექცია ამ წიგნის შესახებ 15 საათი ვიცით და 25 დეკემბერი სად შეიძლება მოვიდნენ უკვე თქვენს მოსასმენად. თვითონ ამ ძირითად დარბაზში იქ იქნება სპეციალური ადგილი გამოყოფილი, სადაც არის თავარი სცენა, სადაც წარდგენები გაიმართება, ლექციები გაიმართება და ეს იქნება 25-ში 15 საათზე, მაგრამ რა ვიცი რა გავიმეორებ მაინც რომ ეს ფესტივალი 25-ში, 26-ში და 27-ში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვა მრავალი პრეზენტაციაც იქნება. ძალიან ბევრი საინტერესო ასე ვთქვათ ღონისძიებისგან შედგება ეს ფესტივალი. იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, დიდიც და პატარაც თქვენთან და ძალიან ბევრ წიგნს წაიღებს სახლში. რა თქმა უნდა, ისევ თავის ასიკეთოთ. და ვიდრე ჩვენ დაგემშვიდობებით თხოვნა გვაქვს თქვენთან რომ საახალწლოდ ავტოგრაფები დაგვიტოვოთ ეთერში. პატარა ტიხრის შემდეგ უკვე თქვენ ნებისმიერი სათქმელი შეგიძლიათ დააფიქსიროთ FM 102 და 4-ზე. ავტოგრაფი პიკისაც მას ასე გისმენთ გვანცაჯობავა მაკალდო კონენი გვიტოვებენ საახალწლოდ ავტოგრაფს პიკისაჩი. დაიწყეთ ახალი წელი ახალი წიგნებით. დიდი მადლობა მაკა თქვენს. რა ვიცი, ფრენკ ზაპას სიტყვები გამახსენდა, რამდენი წიგნია, რა ცოტა დრო.
კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან სტუმრობისთვის. მე მსმენელს შევახსენებ, რომ საუბრობდით თბილისის წიგნის სახელმწიფო ფესტივალის შესახებ, რომელიც უკვე წელს მეორედ იმართება და 25-27 დეკემბერი არის ის თარიღები, რომლის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გუდიაშვილის ქუჩა ნომერი 7 და ჩვენ სტუმრები იყვნენ წიგნის გამოცემულთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანთ საჯობავა და ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ძალიან საინტერესო თემით მაკალ დოკონენი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებ და არაერთხელ გელოდებით კიდევ ჩვენთან სტუდიაში.